დღეისთვის მოვამზადე საოცრად გემრიელი მწვანე ლობიო ერბო კვერცხით და პომიდორით. პასუხისმგებელი ვარ ჩემ სიტყვებზე. ძალიან გემრიელი გამოვიდა. პირველ რიგში მოვიმარაგოთ ინგრედიენტები და შემდეგ შევდგეთ საქმეს. Გარეცხეთ მწვანე ლობიო, ასევე გარეცხეთ მწვანე ლეული, შემდეგ დაამტვრიეთ ლობიო, გადაიტანეთ ქვაფში, დაასხით წყალი და დადგით მოსახარშად. სანამ ლობიო იხარშება, ამასობაში წვრილად დაჭერით რამდენიმე თავი ხახვი, ასევე წვრილად დაკებოთ მწვანილი, ქინძი, კამა, ოხრახუში, რეჰანი, ქონდარი და ტარხუნა. გაითვალისწინეთ. რეჰანი, ქონდარი და ტარხუნა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ამ კერძში და გირჩევთ არ გამოტოვოთ. თასში გადაიტანეთ კვერცხი, კარგად გათქვიფეთ და შეგიძლიათ გადაინაცვლოთ გასკურასთან. მოხარშულ ლობიოს დაუმეტეთ კარაქის მოზრდილი ნაჯარი. მოასხით ცოტა ზეთი, გადაიტანეთ წვრილ დაჭერილი ხახვი და კარგად ამოურიეთ. დაელოდეთ რომ ხახვი ცოტა დარბილდეს და შემდეგ დაუმეტეთ გაჭრილი ნიორი. ამოურიეთ და დაელოდეთ რომ ხახვი მოიხრაგოს ბოლომდე. შემდეგ დაუმეტეთ პომიდორის წვენი, დაუმეტეთ მარილი, სვანური მარილი და დაჭერილი მწვანილები. ისევ კარგად ამოურიეთ, ბოლოს მოაყარეთ შავი პილპილი და მოასხით ათკვეფილი კვერცხი. აქ უკვე ამორევა აღარ არის საჭირო, დააყურეთ თავსახური და ცეცხლზე დატოვეთ 3-4 წუთით, რომ კვერცხიც მომწადდეს. ძალიან უხდება თონის პური და საერთოდ მწვანე ლობიო გაზაფხულის ზაფხულის არაჩვეულებრივი სადილია. თქვენ რა სიტყვით?